ჩვენს წინაშეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, დირიჟორი ბატონი ზანა ათმაიფარაშვილი. დღევანდელ საღამოს ჯუზეპე ვერდის სიტყვებით დავიწყებ. ოპერა კაცობრიობის ყველაზე სრულყოფილი ხელოვნება. დიახ, ხარაგაული დღეს კაცობრიობის ყველაზე სრულყოფილი ხელოვნების ბუროში ჩაიძირება და ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს ის მომენტი, რომ დღევანდელი საღამო ეძღვნება ჩვენს თანამემამულეს, ჩვენს საამაყო თანამემამულეს ქალბატონ ნადეჟდა ხარაძეს. ქალბატონი ნადეჟდა, რომელსაც თანამედროვენმა მის სცენაზე გამოჩენას არტისტული ნიჭის როქვა უწოდეს. ქალბატონი, რომლის გამოჩენა სცენაზე სიბნელეში სინათლის სხივის შეტანას გავდა. დიახ, როგორც თანამედროვენი ამბობენ, ქალბატონი ნადეჟდას მსგავსი არტისტული ნიჭის მსახიობი ქართული ოპერის სცენაზე იშვიათად მდგარა. სწორედ ჩვენთან ხარაგაულში დაიწყო ქალბატონი ნადეჟდას ნიჭის გამოწყენება. იგი დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალში. შემდეგ ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ბუნებრივია სოფელთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტიათ. მე მქონდა ბედნიერება იმისა, რომ ქალბატონი ნადეჟდა სიცოცხლის უკანასკნელ ბოლო 4 წლის განმავლობაში ახლო და მეგობრული ურთიერთობა მქონოდა მასთან. როდესაც პირველად ქალბატონ ნადეჟდასთან მივედი საგაზეთო სტატიისთვის და წიგნ ხარაგაულისთვის მასალებისთვის, მან თითქმის დაწვრილებით მიამბო 3 საათში თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები და მე მივცემ თავს უფლებას, რომ ქალბატონი ნადეჟდას მონათხრობის მიხედვით ავაწყო დღევანდელი საღამო. და ვიდრე ქალბატონ ნადეჟდას შევხვდებოდი, პირველივე ზარზე ეს მომენტი არ მინდა დამრჩეს, კარი მომხიბლავმა დიასახლისმა გამიღო. მაგრამ აქ უსათხოვოდ უნდა დავაზუსტო, ვინაიდან ამ სახლში 3 მომხიბლავი ქალბატონი ცხოვრობდა. ქალბატონი ნადეჟდა ხარაძე, მისი ქალიშვილი ნანა დიმიტრიადი და ოჯახის რძალი ქალბატონი ნადეჟდას შვილიშვილის მეუღლე უმშვენიერესი ლიკა ქავჟარაძე. ამ შემთხვევაში ლიკა ქავჟარაძეს გულისხმობ, ვინც კარი გამიღო, შესულა და ქალბატონი ნადეჟდას აღფრთოვანებული საოცარი სიყვარულის მოცული ხმა გაისმა. ჩემი სახით მას თავისი ბავშვობა ფარცხნალი და ხარაგაული ესტუმრა. როგორც იგი თავის საუბარს იწყებს, მისი არტისტული კარიერა სწორედ ფარცხნალში დაიწყო. ვინაიდან მისი ოჯახი დიდი პატივისმცემელი იყო, მშობლები, დედა და მამა ქართული კულტურისა, სიმღერისა, დედა სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა, მამა შემგროვებელი გახდა ქართული ფოლკლორული სიმღერებისა და გარდა ამისა შესანიშნავი შემსრულებელიც იყო. ეს ოჯახური ტრადიცია და კულტურა დიდად უწყობდა ხელს, რომ ნადეჟდაში ბუნებრივად ყოფილიყო არტისტული ნიჭი. პირველად 5 წლისა ვიყავი, გვიამბობს იგი, როცა ფარცხნალში სცენაზე ჩამოვკიდეთ ზეწარი და მე ვიჭყიტებოდი, როდის გამოაცხადებდა დედა ჩემს ნომერს. გამოვედი სცენაზე, დავიწყეთ ცეკვა და სიმღერა და მივიღე მხურვალე ტაში. ეს იყო პირველი ტაში, რომელიც მე ჩემი ცხოვრების მანძილზე მივიღე სოფელ ფარცხნალში და შეიძლება ითქვას, რომ ტაში, რომელმაც გამამა თამამა და მაგრძნობინა, რომ მე სწორედ სცენაზე უნდა მდგარიყავი. დედას მოსვენებას არ ვაძლევდი და მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ საღამოს იმართებოდა საღამოები. უკვე ფარცხნალის მაყურებელი აღარ კმაროდა და ხარაგაულიდან დაიწყეს კონცერტებზე ამოსვლა. გავფართოვდით ლეჟავების დიდი რიკულებიანი აივანი დავიპყარით და უკვე აქ გრძელდებოდა შემდეგ ჩემი ცეკვა და სიმღერა. ამის შემდეგ პირველი, ვინც ქალბატონი ნადეჟდას ნიჭი აღმოაჩინა, გახდათ ვიქტორ დოლიძე. 9 წლისა ვიყავი, იხსენებს ქალბატონი ნადეჟდა, როცა ჩვენს ეზოში და ამ ეზოში მდებარე რამდენიმე სართულიან სახლში საცხოვრებლად ვიქტორ დოლიძე გადმოვიდა. მე ზეპირად ვიცოდი, ყველა არიან ქეთო და
კოტედან და ჩასაფრებული ვიყავი, როდის შემოვიდოდა ბატონი ვიქტორი, რომ რაღაც წამემღერებინა მისი შემოსვლა და ვიწყებდი სხვადასხვა კუპლეტებს, სხვადასხვა არიდან ოპერებს და ერთხელაც მომიტრიალდა, ჩამიხუტა, ჩემთან ერთად შემოვიდა სახლში, ჩემს მშობლებს დაუმეგობრდა და შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე ეს მეგობრობა აღარ გაწყვეტილა. სახამოს როცა ვიცოდი, ვიქტორი უნდა მოსულიყო, კოსტუმირებულ შეხვედრას უწყობდით მე და ჩემი ძმა, ის კი მიუჯდებოდა როიალს, გადაიქმნებოდა სხვადასხვა გმირად, ის და მე და ჩემი ძმა ვმღეროდით, ვცეკვდით მთელი ღამე და ამ ყველაფერში ჩართული იყვნენ ჩემი მშობლებიც. მაგრამ ჩემი პირველი მუსიკალური შთაბეჭდილება მაინც ვანო სარაჯიშვილის დაკრძალვას უკავშირდება. მაშინაც პატარა გოგონა ვიყავი, რუსთაველის გამზირი გადაჭედილი იყო უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ ვანო სარაჯიშვილს და როცა ოპერას მიუახლოვდა პროცესია, ოპერიდან გაისმა მანოს ტირილი, პოპოვას განმეორებელი ხმა, რომელმაც საოცარი დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე პატარა გოგონაზე. შემდეგ მეორე დღესვე წამიყვანა დედამ ოპერის თეატრში და კვლავ პოპოვა ჯილდას პარტიას ასრულებდა. ეს პარტია ზეპირად ვისწავლე და მთელი ეზოს მოსვენება აღარ ჰქონდა ჩემი განუწყვეტელი სიმღერით, მაგრამ პირველი ვინც ხელი ჩამკიდა და კონსერვატორიაში მიმიყვანა, ეს ევგენი მიქელაძე გახდათ. დიახ, ევგენი მიქელაძე, რომელმაც მესამე კურსელი ნადეჟდა ხარაძე შემთხვევით კონსერვატორიის კონცერტზე აღმოაჩინა. კულისებში ავიდა, გამოკითხა დაწვრილებით სადაუროება, ვინაობა მის პედაგოგის შესახებ და ამის შემდეგ უკვე მეოთხე კურსელი იგი მიიწვია ოპერის თეატრში, რათა მოსკოვში მიემგზავრებოდა ამ პერიოდში ოპერის თეატრი და მასთან ერთად შესთავაზა მეოთხე კურსელ ნადეჟდა ხარაძეს გამგზავრება. დიახ, მეოთხე კურსელი იყო ქალბატონი ნადეჟდა, როცა პირველად ოპერის თეატრში მივიდა და შემდეგ მთელი 25 წლის მანძილზე უწყვეტად სცენიდან აღარ ჩამოსულა. 1927 წელს ამთავრებს ქალბატონი ნადეჟდა კონსერვატორიას, სადაც გამორჩეული მოსწავლე გახდათ სასიამოვნო ტემბრისა და ჟღერადი კოლორატორული სოპრანოს გამო. ვოკალური ხელოვნება ახალ სიმაღლეზე აიყვანა მესამე თაობამ, როგორც უწოდებენ ნადეჟდა ხარაძის თაობას ოპერის თეატრში. როგორც მალანა ახმეტელი ამბობს, სწორედ ამ მესამე თაობამ სათავე დაუდო მთელი რიგი პარტიების საშემსრულებლო ხელოვნებას ქართულ ოპერაში. მე მინდა ქალბატონ ნადეჟდასთან ერთად ვახსენო ყველა ის ადამიანი, ვინც მას პარტნიორობას უწევდა და იმ პერიოდში ქართული ოპერის სცენაზე მღეროდა. ნადეჟდა ცომაია, სანდრო ინაშვილი, პეტრე ამირანაშვილი, ბათუ კრავეიშვილი, მერინა კაშიძე, ნიკო ხუმსიაშვილი, დავით ანდღოლაძე, დავით გამრეკელი. დიახ, ეს საოცარი თაიგული, ეს საოცარი ვარსკვლავები, რომლებიც ქალბატონ ნადეჟდასთან ერთად მაშინ თბილისის ოპერის თეატრში მოღვაწეობდნენ. ახლა მინდა ყველა ის პარტია, ძირითადი რა თქმა უნდა და მთავარი გავაჟღერო, სადაც ქალბატონი ნადეჟდა მღეროდა. მარიხი, ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი. ალექსანდრე წუწუნავამ აი ასეთი შეფასება მისცა მარიხს 23 წლის ნადია ნამდვილი ხორცშესხმული მარიხია. მარო ფალიაშვილის დაისი, ლატავრა, ფალიაშვილის ლატავრა, ცირა ბალანჩივაძის დარეჯან სბიერი, ქეთო დოლიძის, ქეთო და კოტე, თინათინი, შვილდაძის ამბავი ტარიელისა. აქ მცირე ხნით შევყონდები და ნოდარ ანდღუნაძის მოგონებას შემოგთავაზებთ ნადეჟდა თინათინზე. ნადიას თინათინზე სახელოვნებად მცოდნეობო ნარკვევები უნდა დაიწეროს. ეს იყო სულჩადგმული ფრესკა, თვალახელი და გაცოცხლებული. ეს იყო ქანდაკება, პლასტიკურად ამოძრავებული შთამბეჭდავი და დაუვიწყარი. მას მზე მოჰქონდა თავისი სიმღერით და სიუხვით ფენდა ყველას, ვინც მისი სიმღერის ორბიტაში მოხვდებოდა. თქვენი ნებართვით
განვაგრძობ ირიმზისა ერისელიძის ბაშიაჩუკი, ქეთევანი ანდრიაშვილის ჩხიკვთა ქორწილი, მზია თორაზის მთების გული, ტურფა გოკიელის პატარა კახი, სიუზანა მოცარტის ფიგაროს ქორწინება, როზინა როსინის სევილიანი დალაქი, ჯილდა ვერდის რიგოლეტო, ვიოლეტა ვერდის ტრავიატა, მიუსეტა, პუჩინის ბოჰემა, მარგარიტა მიერბერგის ჰუგენოტები. ფრასკიტა, ბიზეს კარმენი, იოლანტა ჩაიკოვსკის იოლანტა, გელენა დანკევიჩის ბოგდან ხმელნიცკი, პერიკოლა, ობენბახის პერიკოლა, წითელქუდა ბანო გოკიელის წითელქუდაში. დიახ, დაუვიწყარი სახეების შექმნა ქართულ საოპერო სცენაზე ნადეჟდა ხარაძემ, მაგრამ მისი შემოქმედების გვირგვინი, როგორც ამბობდნენ, მაინც პერიკოლა და ტრავიატა გახდათ. დიახ, მხიარული პერიკოლა და ტრაგედიის მწვერვალამდე აყვანილი ვიოლეტა. მავანგი მწვერვალად ზოგნი მაროს და თინათინსაც მიიჩნევენ. დიახ, მე უკვე თავშივე მოგახსენეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ სიამაყედ გავიმეორებ, რომ ისეთი შინაგანი კულტურით, მშვენიერებით, საოცარი ხმით დარტვირთული არტისტი, რომელზედაც სიტყვები თანამედროვენი მხოლოდ განუმეორებელს ამბობდნენ, ნადეჟდა ხარაძის შემდეგ ქართული ოპერის სცენაზე იშვიათად გაბრწყინებულა. დიახ, მე მინდა პეტრე ამირანიშვილის რამდენიმე მოგონება შემოგთავაზოთ ქალბატონ ნადეჟდა ხარაძეზე. როგორც ბატონი პეტრე იგონებს, მოსკოვში კონცერტს მართავთ და ჩემს მეუღლეს დაავიწყდა ბაფთის გატანება. ჩვენ ვიცოდით, რომ ქალბატონი ნადეჟდა როგორც ბრწყინვალე იყო სცენაზე, ასევე ბრწყინვალე მეგობარი გახდათ ცხოვრებაშიც. მაშინვე მისი სასტუმროს ოთახზე მივაკაკუნე, სასტუმროში ოთახის კარზე გამოვიდა ქალბატონი ნადეჟდა და ჩემი წუხარება გაუზიარე. ამის გარეშე სცენაზე ვერ გავიდოდი. ქალბატონი ნადეჟდა არ დაიბნა, სასწრაფოდ იხმო დამლაგებელი მოატანინა ქათქათა ხელსახოცი, შემდეგ დაიხარა, თავის სასცენო ფეხსაცმელეს ბრჭყვიალა თვლები ააჭრა, დაამაგრა ხელსახოცი, შემდეგ ლამაზად უცებ გაკეცა, მიკეცა მოკეცა და გულზე დაამაგრა. აი ასეთი საოცარი იყო, იხსენებს იგი. ბათუ კრავეიშვილის მოგონებაც მინდა შემოგთავაზოთ და აქვე გითხრათ, რომ ბათუ კრავეიშვილი ნადეჟდას პარტნიორი გახდათ ყველგან და ყოველთვის სცენაზე მეგობრობაში. კვლავ მოსკოვის ქალაქებისკენ მიემგზავრებიან და ბატონი ბათუ ეუბნება ვარსკვლავებით სავსე ვაგონისტში ცეკვა სიმღერაში გახურებულ მეგობრებს, რომ მის მშობლიურ სამტრედიაში დახვდებიან პორმალით, გოჭით, დოქით, ღვინით და ასე შემდეგ და თავი არ მომჭრად, აბა თქვენ იცით. მატარებელი მიუახლოვდა მიაკიულა სამტრედიას, გაჩერდა ბაქანის სავსეა ბათუ კრავეიშვილის თანამემამულეებით, გაჩერდა მატარებელი, ჩახტა ბათუ და ჩვენ მივარდით ფანჯარასთან, ამბობს ქალბატონი ნადეჟდა და დავიწყეთ ბოშურის სიმღერა. ჩვენ ვიცოდით, რომ ბათუ ძალიან ტემპერამენტიანი იყო, ამ სიმღერას ვერ გაუძლებდა და გაშალა ხელი და საოცარი მხრების ცახცახით და ულამაზესი ილეთებით სამტრედიის სადგურზე ბოშურის ცეკვა დაიწყო. რა მომათმევინებდა, ხელს მიქნებდა, ნადია ჩამოდი, ნადია, ხო და მეც ჩახტი მატარებლიდან და მე და ბათუმ სამტრედიის რკინიგზის სადგურზე ულამაზესი ბოშური ცეკვა შევასრულეთ. ალბათ წარმოგიდგენიათ, იქაური მაყურებელი, მატარებელში მყოფი მგზავრები, როგორი ლამაზი შეხვედრა იქნებოდა, შემდეგ კი გოჭით, ღვინით ავედით და ლამის ლენინგრადამდე ვიქეიფეთო, იხსენებს ბათუ კრავეიშვილი. აქვე მინდა გავიხსენო ქალბატონ ნადეჟდას მონათხრობი ომის წლებში, ოპერის თეატრი როგორ იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე, გემბანებზე, სატვირთო მანქანის ძარაზე, ფრონტის წინა ხაზზეც კი და სტალინის აგარაკზე იხსენებს შეხვედრას, სადაც მიიწვია ისინი იოსებ ბესარიონის სტალინმა, ყველა მათგანი საცითაოდ დაასაჩუქრა, ყველას დიდი მადლობა გადაუხადა და ძალიან ხანგრძლივად გვესაუბრა თავის ბულხართან. სიამაყით იხსენებდა ამ დროს ქალბატონი ნადეჟდა ხარაძე. შაჰის კარზე სტუმრობა
ცხოვრებას იხსენებდა დიდი სიყვარულით და მონატრებით ირანში შაჰის კარზე სტუმრობდა ოპერისა და ბალეტის თეატრი და ქალბატონი ნადეჟდა ამბობს, რომ შაჰმა განსაკუთრებით გამოარჩია მისი მეგობრებიც ამას ადასტურებენ მისი განსაკუთრებული გრაციოზულობის და სილამაზის გამო და გამომშვიდობებისას გვერდზე გაუხმო და ხელში ჩაუდო ვერცხლის კოლოფი, რომელიც სამკაულებით იყო სავსე. მე მინდა ოჯახურ ცხოვრებაზეც მცირე რამ გითხრათ, იცით რომ მისი მეუღლე გახდათ ოდისეი დიმიტრიადი, უდიდესი პიროვნება და როგორ იხსენებს ბატონი ოდისეი დიმიტრიადი ნადეჟდა ხარაძესთან შეხვედრას და ურთიერთობას. 17 წელსაც არ იყო შესრულებული ნადეჟდა, როცა კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. ძალიან ლამაზი იყო, გრძელი ნაწნავი, გამომეტყველებითი თვალები, ლამაზი ტანით, მოძრაობით, გრაციოზულობით, ყველას თვალი ხრჩებოდა მასზე. საოცარი მეგობარიც იყო, მეგობრები ვიკრიბებოდით მასთან სახლში, რადგან მისი მშობლები ხელოვნების დიდი პატივისმცემელნი იყვნენ და ყოველთვის გვერდით გვიდგნენ. მე და ნადიას ერთმანეთი შეგვიყვარდა და ეს სიყვარული დიდხანს არ გაგრძელდა, მალევე დავქორწინდით. მაგრამ მე ზაქარია ფალიაშვილის თხოვნით სოხუმში გავემგზავრე. ნადია თბილისში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ბუნებრივია არ ისურვა დარჩენა, კონსერვატორიას თავი დაანება და ჩემთან ერთად სოხუმში წამოვიდა. მაგრამ იქ დაიწყო ჩვენი დიდი ტკივილი, პირველი შვილი დაგვეღუპა. შემდეგ მალევე მოვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ დაიღუპა ნადეჟდას ერთადერთი ძმა. გაუბედურებული მშობლების მარტო მიტოვება ვეღარ შესძლო ნადიამ და გაემგზავრა თბილისში. მე კი ცოტა ხნით სოხუმში დავრჩი, იქედან კი ლენინგრადში წავედი. სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყარა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე გვყავდა მეორე ქალიშვილი, ნანა. დიახ, ჩვენი გზები გაიყარა, მაგრამ მე მთელი ცხოვრება მას თვალყურს ვადევნებდი მის პროფესიულ ზრდას, მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ხელოვნებისადმი და მისადმი ქართული და არა მარტო ქართული ხელოვნების მოღვაწეთა დამოკიდებულებას. მე მახსენდება მასთან ბოლო შეხვედრა, როცა თავის მეორე მეუღლესთან, შესანიშნავ ბარიტონთან, დავით გამრეკელთან ერთად იგი მოსკოვში ჩამოვიდა. დიახ, მე და ნადია მთელი ცხოვრება მეგობრობდით და ვაგრძელებდით მეგობრობას, რადგან ჩვენ ვყავდა ჩვენი უსაყვარლესი შვილი, ჩვენი ნანა დიმიტრიადი. დიახ, ეს მრავალმხრივი ნიჭი ნადია ხარაძის გამომჟღავნდა არა მარტო საოპერო თეატრში, არამედ არ შემიძლია არ გავიხსენო, რომ იგი თავიდან საბალეტო სტუდიის მოსწავლე გახდათ და არაჩვეულებრივი ბალერინაც გახდათ. ამასთან ერთად იგი ბათო კრავეიშვილთან ერთად ქართული ესტრადისა და ქართული ჯაზის სათავეებთან მყოფი პიროვნება მომეცხელი გახდათ პირველი საესტრადო სიმღერა, რომელიც ნადია ხარაძემ და ბათო კრავეიშვილმა შეასრულეს. არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი სასცენო მოღვაწეობაც ლანა ღოღობერიძის ფილმში „აუზაური სალხინეთში“, სადაც არ გაჩერესლა ქალბატონ ნადეჟდას პლასტიკა, მისი ცეკვის, სიმღერის, მოძრაობის, არტისტული ხელოვნების საოცარი ნიჭი. მოსაგონებელი ძალიან ბევრია, მაგრამ მე ფარცხნალით დავიწყე და ფარცხნალითვე დავასრულებ. როგორც იგი იხსენებდა, როდესაც მისმა მშობლებმა ფარცხნალში სტუმრად ჩამოიყვანეს შურა თოიძე და თამარ ციციშვილი და კახორის მთაზე გაემგზავრე, მე მხოლოდ 8 წლისა ვიყავი. ავიჩემე რომ უნდა წავყოლოდი, დედა წინააღმდეგი იყო, ძალიან ძნელად ბავშვისთვის მიუვალი გზა იყო, მაგრამ ტირილი დავიწყე, გავყევი, ჩვენთან ერთად წამოვიდნენ უკვე ჭაბუკობაში შესული ევგენ და არჩილ ხარაძეები, ჩემი ბიძაშვილები, ჩვენი ასვლა კახორის სალოცავზე, დაიწყო ჭექა ქუხილი, თბილისიდან ჩამოსული სტუმრები ძალიან შეშინდნენ, მე კი არ შევშინდი, ისტერიკა დამემართა, დავიწყე ფეხების ბაკუმი, ტირილი, მიშველეთ, გავაყრუე ყველაფერი, ისედაც შეწუხებული სტუმრები კიდევ უფრო შეწუხდნენ. ევგენი, მიხვდა ჩემი ბიძაშვილი ევგენი ხარაძე, რომ სიტუაცია რთული იყო, მომიგდო ზურგზე და როგორც მგელმა კრავი, ისე ძულძულით ჩამომიყვანა
ცხნალამდე. უთვალავი ასეთი ლამაზი მოგონება და კიდევ ერთი, რომელიც მისი ოჯახის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს, როცა მამამისმა ფარცხნალში 3 ობოლი ბიჭი ჩამოიყვანა ახალციხიდან. ახალციხის ქუჩებში უნახავს შიშველი, ტიტველი, დაფლეთილი, გასაცოდავებელი, რომელიც ნაჭუჭებს ჭამდნენ, ნიგზის ნაჭუჭებს შეწოდებია ჩამოიყვანა, თავის ოჯახში ზრდიდა და ორს კი ზრდიდა ევგენი ხარაძის მამა. ყველა მათგანს უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრებინეს და ასეთი სიყვარული და სითბო მოყვებოდა მას ოჯახიდან. და ბოლოს ქალბატონი ნადია ამის თხრობის დროს მიუტრიალდება ოჯახის უმშვენიერეს რძალს, ქალბატონ ლიკა ქავჟარაძეს და ეუბნება: ლიკა, ბებო, გასქურაზე საჭმელია, არ ჩაიწვას, გთხოვ მოურიე. ბუნებრივია ლიკა ზლაზმით დგება და მიდის სამზარეულოსკენ. უყურებ და ფიქრობ, მაინც რა უცნაურია ცხოვრება. დიახ, ნამდვილად უცნაურია ცხოვრება. და სამზარეულოდან დაბრუნებულ ლიკას ვეკითხები, რა სიტყვით ნადია ბებოზე? ქალბატონი ნადია სცენაზეც და ყველგან გენიალურია. მაშინაც კი, როცა ცოცხი უჭირავს ხელში, როცა პოლისტილოთია, როცა გასქურასთანაა, ის ყოველთვის ნადია ხარაძეა, ჩემდა გასაოცრად ყველა პოზიციაზე დიდ ადამიანურ ღირსებას ინარჩუნებს. აი ასე ახასიათებს ბებოს ქალბატონ ნადეჟდა ხარაძეს უმშვენიერესი ოჯახის რძალი ლიკა ქავჟარაძე. ქალბატონი ნადეჟდა არ შეიძლება ითქვას ღრმად მოხუცი, მაგრამ ასაკოვანი გარდაიცვალა 21 საუკუნის დადგომამდე 1 წლით ადრე. დიახ, მე-20 საუკუნის კუთვნილებად დარჩა მისი მოღვაწეობა, მაგრამ მისი ნაღვაწი 21, 22 და მრავალ საუკუნეს გადასდება, როგორც მისი თანამემამულე მერაბ თამუკაშვილი ამბობდა, ქალბატონი ნადია როგორ დაამახსოვრდა თანამედროვე და იმდროინდელ თბილის იაპონური ქოლგით, მაღალი ფეხსაცმელებით მიტაკუნებდა ნადია იაპონურ ქოლგას ხელში ატრიალებდა და ჩვენ თბილისის ახალგაზრდები უკან მივსდევდით ხანგვერდიდან, რომ ახლოს დაგვენახა ეს უმშვენიერესი ქალბატონი, რომელსაც იმდროინდელი თბილისის ელეგანტურობის ნიმუში უწოდეს. დიახ, დღეს ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი ელეგანტურობის ნიმუში უნდა გავიხსენოთ. სწორედ ამის გამო ჩამობრძანდა ხარაგაულში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. უდიდესი პატივია ეს ჩვენი რაიონისთვის, უდიდესი პატივია ქალბატონ ნადეჟდას ხსოვნისთვის. დიდი მადლობა მათ ოპერის ხელმძღვანელობას, საოცარ და განუმეორებელ ბატონ ბადრი მაისურაძეს. დიდი მადლობა ბატონ ბადრის, არ ვიცი დარბაზში ბრძანდება თუ არა, უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა ოპერის თეატრის დირექტორის მოადგილეს, ჩვენი რაიონის რძალს, ქალბატონ ეკა გელაშვილს და მის მეუღლის, ჩვენს უკარგეს, უნიჭიერეს ჩვენ საამაყო მამო კალომიძეს, რომელიც ასეთ ლამაზ დღეებს მრავლად ჩუქვის ხარაგაულს. მე ბუნებრივია ნადეჟდაზე, ვინაიდან ჩვენ აქ შევიკრიბეთ, აუცილებლად ვცლათო და თქმულიყო მიზეზი ამ შეკრებისა, ვინაიდან მისი საღამოა. ეხლა კი თქვენ წინ გელოდებათ ძალიან დიდი სიამოვნება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბრწყინვალე ხელოვნებისა, ოპერისა. მადლობთ. Hey,
დიმიტრი არაყიშვილი, თამარ დედოფლის კაბატი და ოპერიდან თქმულება შოთა რუსთაველზე ასრულებს ირინა ალექსიძე. დიმიტრი არაყიშვილი, აბდულ არაბის არიოზო ოპერიდან თქმულება შოთა რუსთაველზე ასრულებს გიორგი ლომისელი.
ოთარ თაქთაქიშვილი, მინდია სარია ოპერიდან მინდია, ასრულებს არმაზ დარაშვილი. There was a
სცენაზე ვთხოვთ საქართველოს სახალხო არტისტს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, ქალბატონ ლიანა კალმახელიძეს. ოთარ თათქაქიშვილი, მარგარიტას ვალსი ოპერიდან პირველი სიყვარული. შარშანწი, როდესაც მე აქ ვიყავ, მე აღნიშნე, რომ მე ესეთი საზოგადოება იშვიათად თუ შემოხვედრია სადმე. თქვენი გულთბილობა, თქვენი ასეთი დამოკიდებულება და ნება მომეცით ორი სიტყვა თქვა ქალბატონ ნადეჟდა ხარაძეზე. მე მას კარგად ვიცნობდი, იმიტომ რომ ეს ჩემი უახლესი მეგობრის და პედაგოგის იულია ფალიაშვილის უახლოესი მეგობარი იყო. ძალიან ხშირად, როდესაც იქ სუფრები იმართებოდა, ხშირად ხდებოდით ხოლმე. არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, ინტელიგენტი, გახსნილი, თავისუფალი, როგორი თავისუფალი იქ ქართული კრდემით თავისუფალი. იშვიათი ქალბატონი იყო. და რაც თავარია, ძალიან კარგი მომღერალი და არაჩვეულებრივი მსახიობი იყო. იშვიათად რომ ოპერის მსახიობებს მეტი წილი უფრო ხმა გვაინტერესებს ხოლმე ვიდრე შესრულება, მაგრამ ამას განუმეორებელი პერიკოლა იყო, იმიტომ რომ ოპერეტაში თამაშიც არის საჭირო და სიმღერაც და აი ესეთი ჩანაწერიც არსებობს, სადაც ის იმ არიას პერიკოლას არიას მღერის განუმეორებელი, ეს შედევრია, ეს საქართველოს ოქროს ფონდშია შესული და საერთოდ ამ დალოცვილმა მიწამ იმდენი კარგი ხალხი აღზარდა და იმდენი გამოჩენილი ხალხი, რომ მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გილოცავთ ამ სალამოს და დიდი მადლობა ყველაფერს.
ვიჩქარი გამოცხადება ხუმრობა ხომ არ არის ამდენი ვარსკვლავების გარემოცვაში ყოფნა ცოტა დავებენი ზაქარია ფალიეშვილი ეთერისა და ნათელას დუეტი ოპერიდან აბესალომ და ეთერი ასრულებენ მაყვალა ასპანიძე ირინა ალექსიძე Oh
ზაქარია ფალიაშვილი, კიეზუს არია ოპერიდან დაისი, ასრულებენ გიორგი ლომისელი და მამუკა ლომიძე. ზაქარია ფალიაშვილი, ცანგალას კუპლეტები ოპერიდან დაისი, ასრულებს გიორგი ჭელიძე. No
ზაქარია ფალიაშვილი, მაროსა და მალხაზის დუეტი ოპერიდან დაისი. ასრულებენ ხათუნა ჭოხონელიძე და არმაზ დარაშვილი.
ბიძინა კვერნაძე შუშანიკის ლოცვა ოპერიდან იყო მერვე საწელსა. ასრულებს ხათუდა ჭოხონელიძე.
თაქთაქიშვილი, თარაშის არია ოპერიდან მთვარის მოტაცება, ასრულებს მამუკა ლომიძე. სიტყვა მინდა გითხრათ მხოლოდ სამადლობელი. მადლობა, უდიდესი მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, რომ ამ ძვირფასი პროექტის განხორციელებაში ძალიან შეგვიწყო ხელი. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, ჩვენს უძვირფასეს ორკესტრს, რომლებიც აქ არიან, ჩვენს მომღერლებს, სოლისტებს, სახალხო არტისტებს განსაკუთრებული მადლობა. მადლობა ჩემს ძვირფას მსმენელს. მე ხარაგაულში ვარ დაბადებული, ჩემი სამშობლოა და ჩემი მშობლიური ხალხი აქ ჩემს თვალწინ უძვირფასესი ადამიანები არიან. გეთერებით ჩვენთანაც ძალიან მიყვარხართ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უამრავი პროექტის განხორციელება შეძლებს ჩვენს უძვირფასეს ქალბატონ იზასთან ერთად. დიდი მადლობა თქვენ ყველას. დიდი მადლობა. სცენაზე ვთხოვთ ზაქარია ფალიაშვილის სახელობისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს
საქართველოს სახალხო არტისტს შეუდარებელ ბატონ თეიმურაზ გუგუშვილს. საქართველოს სახალხო არტისტს ზაქარია ქალიაშვილის პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, ასევე შეუდარებელ ვარსკვლავს ბატონ ელდარ გეწაძეს. მოგესალმებით, ჩემო მეზობლებო, მე ზესტაფონდან ვარ. არის რაღაც ისეთი, რომელიც უნდა მოხდეს ყველა რაიონში და ეს არის დღევანდელი დღე. უნდა ყველა რაიონმა აჩვენოს თავის ახალგაზრდებს, თავის მოქალაქეებს, რა შვილები გაუზარდა მან თავის სამშობლოს. შარშან იყო შოთა გიგნაძე, ბატონ შოთა გიგნაძე. წელს ჩვენი უსაყვარლესი ქალბატონი ნაძეჟდა, რომელსაც ბედნიერება მქონდა და რომელისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. ეს არის პირველ რიგში გიხაროდეს ყველა სიხარული. მას უხაროდა აბსოლუტურად ყველა სიხარული და ისე გამოხატავდა, ისე კისკისით, ისეთი დიდი სიყვარულით, რომ აი მართლა შეუდარებელი იყო. მე გაუთავებლად შემიძლია ალბათ ნაძეჟდაზე საუბარი, მაგრამ არ არის ამის ესეთი საშუალება დღეს, რომ ყველაფერი
ვიცოდეთ ამ უდიდეს ტალანტზე, უდიდეს ადამიანზე. მისი თანამედროვენი მასზე ამბობდნენ, თუ რამ ნიჭი არსებობს დედამიწაზე, ყველაფერი აქვს მომადლებული ნადიას. ეს არის ძალიან დიდი დავალება ადამიანისთვის, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერს ამას უმკლავდებოდა და რაც კი ნიჭი ჰქონდა, აფრქვევდა საზოგადოების წინაშე. საოცარი იუმორი, რომლის მსგავსი არავის არ ჰქონია. თუ არ დამზრახავთ ერთ პატარა უცნაურ სიტყვას ვიტყვი, ოდნავ უზრდელ სიტყვას, მაგრამ ეს ეკუთვნის ამ დიდ ადამიანს და ნუ დამზრახავთ. ჩვენ გვყავდა სწორუპოვარი რაინდი, სწორუპოვარი ბარიტონი, ბათო კრავეშვილი, რომელსაც მთელი საქართველო აღმერთებდა. და აი კბილის ჭიასავით ყავდა ნაძას. და ონეგენი იმღერა ბათო კრავეშვილმა ძალიან დიდი წარმატებით. და მივიდა სახლში. აი სახლში მისვლა და ეთყობა, ნუ რაღაც ვიღაცა მიცოდა რა დროს უნდა მისულიყო სახლში და რეკავს ტელეფონი, ქალაქის ტელეფონი. ბათო ირაკლის ზებრძანდებით პატარა ბავშვი ბათო ვინა ხარ პუსკი შენ მე თქვენი თაყვანის მცემელი ვარ რაც დავიბადე თქვენზე ულოცულო დედა ვისი შვილი ხარ შვილო არა აქვს მაგას მნიშვნელობა მე დღეს სპექტაკლზე ვიყავი და ბედნიერი ვარ რომ აი ეს სპექტაკლი ნახე თქვენი მონაწილეობით დედაკაცო ვინ გაგზარდა ამის თანხმოვანი გაიბადრა იცით რა მე გიცით თქვენ ვერ შემამჩნიათ მაგრამ მე გამოსასვლელ კარებთან სამსახურებრივთან გიცდით და არ გადამრიო ეს და აი თქვენ რომ ხელზე გადაიკიდეთ თქვენი საწვემარი პლაშში და როგორ შემჩნიათ ეს და რომ მოდიოდით აი ჩასასვლელთან ოპერასთან ისეთ წყლის დასალევი და აი რომ მიხვედი შადრევანთან და რომ დაიხარეთ და ქუდი ცილინდრი გაგიყანყავდეთ და მოიხადეთ დალიეთ წყალი და გასწორდით სერი იყო არა თქვენი ცილინდრი დიახ ჩაგიჯვით შიქრი ასეთი ხუმრობები ქონდა მოგონება მე ბედნიერი გამქონდა მომესმინა ბოლო ოგონებთან პერიკოლა როდესაც იმღერა არის ქალიშვილთან ერთად ეს იყო საერთოდ ნათელი მის ხსოვნას დიდება თქვენ და მადლობა რომ თქვენ ასე გიყვართ თქვენი თანამემამულები და ასე პატივს წერთ და ეხლა მე და ჩემი თემური შევასრულებთ ქართული მუსიკის მარგალიტს რომლის წონის და რომლის ტოლი ქართულ მუსიკაში ძალიან ცოტა რამე გვაქვს მაგრამ ეს მაინც ყოველთვის პირველობს ეს არის აბესალომისა და მურმანის დუეტი აღიარების სოფელი აბესალომი და ელზა Mi da para, mi da para,
ისრაელ ზამბილის არაჩვეულებრივი სიტყვები მინდა მოვიხმო. განსხვავებული და დიდებული ოპერის თეატრი ეს ისეთივეა, როგორც განსხვავებული და დიდი სიყვარული. ყველას არ შეუძლია ეს სიყვარული, ისევე როგორც ყველგან არ არის დიდი და განსხვავებული ოპერა ყველა ქვეყანაში. მაგრამ სადაც ასეთი ოპერაა ჩათვალეთ, რომ იქ არის დიდი სიყვარული და ვისაც ეს სიყვარული ეწება, ისევე როგორც დიდებული ოპერა, სრულიად ცვლის აბადაბიანის სულსა და გულს, როგორც დიდი სიყვარული. ასევე ცვლის დღევანდელი დღე ხარაგაულელთა ყოფას, ხარაგაულელთა ხასიათს, ხარაგაულელთა ცხოვრებას. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ოპერის თეატრს, არაჩვეულებრივ, განსაკუთრებულ მსოფლიოში ცნობილ და განსაკუთრებულ ჩვენს არაჩვეულებრივ ორკესტრს და ჭეშმარიტად მსოფლიო ვარსკვლავს, ბატონ ზაზა აზმაი-ფარაჩვილს. ჩვენს ოპერის წინვარე ვარსკვლავებს ხოთ ყველა სცენაზე მეგობრები, ხო? ცოტა სივიწროვია და მინდა ამ ლამაზი საღამოს ფონზე დასასრულს სიტყვა ვთხოვო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ კობა ლურსმანაშვილს. გთხოვთ ბატონო კობა. ძალიან დიდი მადლობა ამ შესანიშნავი საღამოსათვის. ქალბატონი ნადეჟდა ხარაძე, რა თქმა უნდა, ხარაგაულელებისგან მსახურებს ბევრ პატივგებას, თუმცა დღეს მარტო ხარაგაული არ ვართ აქ წარმოდგენილია პროფესიონალთა გუნდი. მადლობა
ოპერისა და ბალეტის თეატრს ასეთი დაფასებისათვის, იმ ვარსკვლავის დაფასებისათვის, რომელიც ხარაგაულში გაიზარდა, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახლავთ. ძალიან დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, რომ ხარაგაულს აი ამ შესანიშნავი დღისადმი გაუწია ყოველგვარი დახმარება და რაც მთავარია ერთობლივი პროექტი, რომელიც ასე წარსდგა ხარაგაულის წინაშე, შთამბეჭდავია. მადლობა ქალბატონ იზას, ქალბატონ მამუკას და მთლიანად დღეს წარმოდგენილ ვარსკვლავთა გუნდს, ჩვენს ოპერისა და ბალეტის შესანიშნავ დასს და ცხადია გამორჩეულად ჩვენი პატივისცემა ხარაგაულელების თითეული თქვენგანს, რამე თუ ჩვენთვის ზეიმია თქვენი ჩამობრძანება, თითეული თქვენთაგანის თქვენი ვარსკვლავური შესანიშნავი წარმომადგენლები თითოეული ჩამობრძანება თხისხაურია ჩვენთვის და ნახეთ როგორი ვარსკვლავცედა დღეს აქ, რასაც იმსახურებს ქალბატონი ნადეჟდა და იმსახურებს ხარაგაული. მადლობა თქვენ. ქალბატონი იზა. დიდი მადლობა ბატონ კობას. რევას ლაღიძე ლელას არია ოპერიდან ლელა ასრულებს მაყვალა ასპანიძე.